მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ვართ ბათუმის სახელმწიფო თეატრში, ექსპერიმენტულ თეატრში, მცირე თეატრში, რომელშიც ახლა შეიკრიბა თეატრალური თასის წარმომადგენლები. ისინი ხვდებიან ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორს ნუკრი ქანთარიას, რომლის მიმართაც აქვთ კონკრეტული კითხვები თეატრის მსახიობებს, რადგანაც მას არც კი გამოუხატავს სამძიმარი იგივე ოთარ ქათამაძის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ. ოთარ ქათამაძე გახდა ახალგაზრდა მსახიობი და რეჟისორი ბათუმის დრამატულ თეატრში და ამ შემთხვევაზე არათუ არ მივიდა დაკრძალვაზე ნუკრი ქანთარი, არამედ მას არც კი გამოუხატავს სამძიმარი ამ თეატრის მსახიობის და რეჟისორის გარდაცვალების გამო. მანამდე იყო ასევე დაძაბული სიტუაცია თეატრში, სწორედ უდიდარი პოლიტიკური სიტუაციების გამო თეატრის მსახიობების ნაწილი გაიფიცა, მათ შემდეგ დაუპირისპირდა თეატრის ადმინისტრაცია, ნაწილ მათგანს გამოუცხადეს საყვედური, მათ შორის იყო ოთარ ქათამაძე, ასევე გათავისუფლდა კონკრეტული მსახიობი. ამიტომაც ამ წინააღმდეგობის გამო და პროევროპული აქციების გამო ამ დრამატულ თეატრში იყო კონკრეტული უთანხმოება ადმინისტრაციასა და მსახიობებს შორის. მე შეგახსენებ, ნუკრი ქანთარია გახდათ პარლამენტის წევრი ორგზის პარტია ქართული ოცნებიდან და დღეს ამის შემდეგ იმას შემდეგ რაც აღარ არის პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან გახდა დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 2022 წლიდან. მოდი პირველ რიგში მე ტიტე კომახიძეს გავესაუბრები მსახიობს ბათუმის დრამატულ თეატრში, სწორედ ის აღმოჩნდა გამორჩეული თავისი Facebook პოსტებით, მან რამდენიმე Facebook პოსტი მიუძღვნა ამ ამბავს, რომ ნუკრი ქანთარიამ არც გამოხატა სამძიმარი ოთარ ქათამაძის შემთხვევაზე. მოდი მოვისმინოთ ტიტე კომახიძეს პირველ რიგში. ჩვენ გვაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანი არტისტი და რამდენად მნიშვნელოვანია ის პირებები, რომელიც ტრადიციულად ყოველთვის მოყოლოდა. და რაც ბოლო პერიოდი იქნება, რომ ეს ადამიანი ცდილობს რაღაც ტრადიციების შეცვლას თითქოს ამ თეატრში, მოგესალმებით, უდიდესი ტრაგედია შეგვიძლია ხალხი გარდაიცვალა ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული მსახიობი ოთარ ქათამაძე, გარდაიცვალა ოთარი მსახიობი და ოთარი იყო ძალიან საინტერესო დრამატურგი, მისი პიესები იქმნებოდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში და ნათარგმნი იყო უცხო ენაზე და არა საქართველოს საზღვარგარეთ გარეთაც იქმნებოდა მისი პიესები. ოთარი იყო ასევე ძალიან საინტერესო რეჟისორი. ბოლო პერიოდში მარტო 7 სპექტაკლი დაიდგა მისი ახმეტელის თეატრში, რომელიც ნემდი ანშლაგით მიდის და ეს ადამიანი იყო ჩვენი თეატრის ნაწილი, ჩვენი სამეგობროს ნაწილი, ამ თეატრში გაზრდილი, ესე ვთქვათ და ეს ადამიანი არის რა დავარქონია ხა მეგობრობას რაც მას ჰქონდა ესეთი გომანსაფრისადმი ამ ტრაგედიისადმი არ ჩემს წარმოუდგენელი არის სამძიმარი ვიქნოთ ოჯახისთვის, ჩვენთვის გამოუქმდა სამძიმარი ან თქვენ ფიქრობთ, რომ მას აღარ აქვს უკვე პრაქტიკულად მორალური უფლება, რომ იყოს თეატრის დირექტორი? თქვენ აღარ აპირებთ მასთან მუშაობას? რაღაცა ერთმანეთის გარდამისა და მეგობრები ჭირის უფლები ჩვენ 24 საათში შემთხვევაში ერთად ვატარებთ, იმიტომ რომ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე და ჩვენი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელ პოზიციაზეა, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგან უფლებებს უნდა იცავდეს, აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ ინტერესდება იმით, რა ხდება თეატრში. არც საავადმყოფოში მოვუხოთ, მომჭრელი პაციენტი და არც იქადა და არც ჩამოვიდა და როგორც გავიგეთ, თუმცა ისწავლებული დაშა. ჩვენი რაღაცა საზაფხულო ამ შვებულებას ვიყენებთ რაღაც შესაბამისად. შევხვდით, იმიტომ რომ ესე ჭირდებოდა ჩვენ მეგობრებს, ესე ჭირდებოდა ჩვენ თეატრს და უამრავი ადამიანი ჩამოვიდა. უამრავი ადამიანი ჩვენს ნახავდით და იქნებოდა ყველა ვარიანტი ამ ოთარის დაგზავაზე და ყველა ერთმანეთს კითხულობდა რა არის ბათუმის თეატრის სამხატვრო კომპანია აქვს.
და ჩვენ პასუხს გასაგებია. და რახალ მან ესე გააკეთა, ხო? ასე ჩვენ ვიცით მანამდე არსებული დაპირისპირებები, სწორედ იმის გამო, რომ თქვენ ქონდათ პროტესტი, შეუერთდით პროევროპულ აქციებს, ყავით გაფიცულები, ამის გამო დასაჯა გარკვეული მსახიობი იგივე ოთარ ქათამაძე. თქვენ ითხოვთ, რომ ის მან დატოვოს ანადობა თუ არ გაქვთ ეს მსგავსი მოთხოვნა? ამბობთ ეგეთ რამეს. ჩვენ ინდივიდუალური ადამიანებს უნდა რაღაცა პროტესტი. საჯელიც მივიღეთ ის დახელმალის დაგვიწეს, ვთქვათ რაღაცა პრემიები არ ჩაგვიუცხეს, კატეგორიები დაგვიკლეს. ნუ არაფერი მივიღეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აი ეს ყოველ წითელი ხაზი რომელიც გადაგვეცა, მე ვფიქრობ რომ ადამიანს ამის მერე ძალიან მორალური უფლება რა, ბაქონის ამახვილება. აი ეს კიდევ დიდი მადლობა. ეს იყო დიდე კომახიძე მსახიობი. მოდი ავთო ქარჩავას მოვუსმინოთ მსახიობს. თქვენ მინდა გითხრათ ასე გაგესაუბროთ, რას მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის დირექტორის მხრიდან, რომ მას მართლაც გამოიხატა იგივე სამზემარ, როცა გარდაიცვალა თქვენი კოლეგა, რეჟისორი და მსახიობი ოთარ ქათამაძე. რას ნიშნავს ეს ამბავი, როცა დირექტორი ამ დროს არ გამოხატავს სამძიმარს? ძალიან ცუდს. ეს ვიტყვი რომ თეატრი არის ურთიერთობის ტაძარი ესე. თეატრში თუ არა ურთიერთობა, იქ არც შემოქმედებაზე, არამედ შემოქმედებაზე ურთიერთობაზე ყურადღება. ეს რას ნიშნავს და უპატივცემულობას იმ გარდაცვალების ჩვენს კოლექტივის თითოეული ჩვენთაგანის მიმართ და საზოგადოების მიმართ საყვარელი საკითხი. ამას მოგულახდით და ძალიან ვიცი და ძალიან გავიცი. საკმერაშიაც იმდრე ჩვენ ყველანი ქათამაძე ვიყავ და ეს ჭიდის ვიყავ ისე ქათამაძე და არიცი მიგონი ასულს გავხოთ თვითონ ასეთს ამის ასულს გაცემა მაგრამ მე მგონი ჩემთვის ეს ძალიან პრობლემია და მეც ვეთქვი რომ ჩემს და მას შორის შემოქმედებითი კონტაქტი ან თქვენ აღარაპირებთ რომ იყოთ დასში როცა იქნება ის ხანძღვანელი თუ კი იქნება ის ხანძღვანელი მე მასთან ვერ მიმუშავებ აბა როგორ დავჭირე რეპეტიციას როგორ ვისაუბრო მეგობრობაზე გატანაზე სიყვარულზე პატივისცემაზე ურთიერთობაზე მე მორალურად ფსიქოლოგიურად ამას ვერ დავუჯერებ იმიტომ რომ აქ ციხელი ხაზი ან თქვენ ითხოვთ რომ მან დატოვოს ეს თანამდებობა დირექტორის პოზიციამ რაში ისი მე რომ ამ მდგომარეობაში მე დავტოვე მე ამ კითხვას დავუწევ აი ამით შეგვიძლია ჩატოვოთ ჩამილა იმისი გადასაწყვეტი მე მასთან არ მანამდე ოთარ ქათამაძის გარდაცვალებამდე ასევე საინტერესო რომ სამართლიანი იყო ნუკლი ქათამაძის დამოკიდებულება დასის იმას დასი იყო გაფიცული ასე პროგრამული საფრთხის აქციების გამო საოცრად იჭრები ადამიანი ეს მისიონერულია რასაც ის მოითხოვ გზა ევროპისაკენ მე დანაშაულს ვერაფერს ვერ ხედავ მე არ ვიცი ახლა პირადად რა დაპირისპირება ქონდა ერთმანეთში მაგრამ ოთარის წასვლა ძალიან დააგრა ჩვენს ამაზე ყველაზე დიდი პატივისცემა პატივის მიღება მაშინ ადამიანს როცა სამფერდიდან ეს ორგანიზმი ადამიანში და მოდერნობაცეს გაცნობები ეგეთ და ელემენტში სადაც ადამიანს ისაა დაგბინაო ამ დროს ის გაუგია წენაო ეს საფრთხეა დაწერილი კაცია მე არ ვიცი მე მას დაუსვით ეს მე შესაძლოა ეს აპირებს ნუკლი ქანთარია თქვენ შეხვდათ რას და ეს აპირებს სამოლო მარაგს გეგმა დღეს მეორე ხარისხოვანი მეორე უნდა ისაუბრო გეგმაზე დღეს მეორე ხარისხოვანი მე ესე პირველ ხარისხოვანი ჩვენი ურთიერთობა როგორ გაგრძელდება თეატრში თავარი ეს არის ურთიერთობა სამხატვრო დირექტორსა და კაცში თავარი დიდი მადლობა ეს პაუტუ ქარჩავა მსახიობი თქვენ მას უსმენთ ჩვენს პრინტ აპერატურში
მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერის დროს ნუკრი ქანთარიას ხდებით თქვენ ბათუმის დრამატული თეატრის დასი ის არის თეატრის დირექტორი და აპირებს რომ განიხილოს ახალი თეატრალური სეზონის გეგმები თქვენი სათქმელი რა არის ეს ნუკრი ქანთარიას მე როგორც გავიგე ჩვენ არ გვხდება საშუალო მედიას დავესწროთ ამ შეხვედრას მე პირადად ისეთი ტრაგედია გადავიტანე და ჯერ კიდევ არ გადავიტანია არც ჩვენგანს მე კი არა გას მე იმ ადამიანზე ვერაფერს ვერ ვიტყვი თქვენ ახლა ისეთ დამისვით შეკითხვა უბრალოდ ძალიან გული მტკივა და რაც მოხდება მერე გაიგებავ ან თქვენ გექნებათ რა მოთხოვნა დღეს ნუკრი ქანთარიასთან არ ვიცი ძალიან ბევრი რამე აი გითხრეს ახლა სხვა მსახიობებმა რომ მაგალითად ესეთი წითელი ხალხი რაც მოხდა ოთარ ქათამაძის შემთხვევაში და უკვე მათ აღარ აქვს საშუალება დაუშვებად არც ერთ სამხატვრო ხელმძღვანელს ეს არ ახსოვს არც წინამორბედს არც იმის წინას ყველა იყო ჩამოსული აბსოლუტურად ნახევარი თბილისი იყო ჩამოსული მთელი ქალაქი იყო ოცნების სხვა მინისტრებიც კი იყვნენ და დახმარება შემოგვთავაზეს და დაეხმარნენ კიდევაც ორქიას ჯანდაცვის მინისტრს ნინონ ჟარაძეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ყოფილი კულტურის მინისტრი რომელიც ახლა არის განათლების მინისტრი იმენეს კი დაეხმარა ორქიას აჩიკო ბერიძეს ამათ დიდი მადლობა სხვა ყველაფერს ვერ ვიყო ძალიან მადლობა თქვენი სახელები არის შემახსენეთ თეონა შამილაძე მადლობა ბოდიში პირდაპირ ეთერში ვართ ბოდიში რობოტში რო გაგესაუბროთ შეიძლება თქვენ რო გაგესაუბროთ შეიძლება თქვენ შემდეგ არის სხვა დანარჩენი. ამიტომ ჩემი შეხედულებით ეს იყო არასწორი და გაუმართლებელი ქმედება ბატონი ნუკრის მხრიდან. ეს სამწუხაროა, რომ ეს ხდება და დასაწყვეტია, იმიტომ რომ თან არაფერი დაგვრჩება ერთმანეთთან გარდა იმისა, რომ პატიმრობთ ერთმანეთს. შეიძლება იყოს ისეთი არგუმენტი, რაც შესაძლოა ის ფაქტი და გარემოება გადაწონოს თქვენ როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ზოგიერთმა ახსენა რომ შეუძლებელი არგუმენტი მოიყვანო ამ ფაქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გარდაცვლილ კოლეგას რომ არ უსამძიმრებ, ეს ალბათ არაფერში არ ჩდება. გეტყვით, ნახეთ, თუ არის რაღაც არგუმენტი, სადაც ადამიანი ჯანმრთელობის გამო არის ცუდად და ვერ ახერხებს ფიზიკურად ჩამოვიდეს, სხვა რაღაცას ხერხს უნდა მიმართოს, ან თუნდაც Facebook გვერდზე სოციალურ ქსელში დღეს 21 საუკუნეა და ჩვენ ადამიანებით მას ვაწვდით ერთმანეთს. აი ამ შემთხვევაში მიმართოს თუნდაც ამ ხერხს, თუნდაც ოჯახის წევრებს დაუკავშირდეს. ის რომ ბათუმის დრამატული თეატრის საიტზე გაიდო ეს სოფლის წერილი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არის მისი მხრიდან რაღაც ნაბიჯის გადადგმა. ესეც უნდა იყოს. ჩვენ დაბადების დღეზე ვდგებთ მსგავს პოსტს, მილოცვის დროსაც ვდგებთ, გამარჯვების დროსაც ვდგებთ, მაგრამ ამ დროს ეს გაუმართლებელი ქცევა სამწუხაროდ. მე როდესაც ამ ხოლმე დაანშაულისნობა მაქვს რაღაც მიზეზის გამო ვერ ვიყავი ჩემი კოლეგის, ჩემი უმჭიერესი ადამიანის გვერდით, მე მქონდა დანაშაულისნობა და ამ შემთხვევაში, როდესაც ამ ხელა პასუხისგებლობა გაკისრია, რომ რას ეჩვენებს ეს დამოკიდებულება თქვენთვის? აი, რასთან შეიძლება გქონდეს საქმე? შეურაცხყოფა დასის. რამე გითხარზე მანამდე რა ხდებოდა ვიდრე ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდებოდა ბათუმის დრამატულ თეატრში როგორი იყო ნუკრი ქანთარიას დამოკიდებულება დასის მიმართ აჩვენებს იმ პროტესტზე რომელიც დასისხდა იცით რატო ეს იმოდენა წერტილი იყო შეურაცხყოფის და უკვე სხვა დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა აქ არც პოლიტიკაა მნიშვნელოვანი არც შიგნით რაც ხდება ჩვენს უპირველესი რაც არის ჩვენი ამოძახილი მაგრამ ზოგადად პოლიტიკის გამო დასჭილი იყო მათ შორის ოთარ ქათამაძე მათ შორის დაჟილი და მქონდა მოხსენებითი გამოწერილი მაგრამ ნახეთ ეს ყველაფერი. თუმცა თქვენი ყავით კაფიცულები ამ პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ. ფიზიკურად ვერ ვითამაშებდით, იმიტომ რომ ჩემი ადამიანობა ვერ მომცემდა ამის უფლებას. მე შვილი მეზრდება და ჩემმა შვილმა უნდა იამაყოს, რომ ეს წამხარეს მიდექი და აი აქ ვერ ვითამაშებდი და ვერ მიცემდი თავს უფლებას, როცა ჟურნალისტებს ცებდნენ და იყო მსგავსი არეულობა, მე აქ არაფერი არ ხდება და მე თამაშა. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის ამჟამად არის ის რომ პატივისცემა არის მნიშვნელოვანესი მით უმეტეს რა ვიცი ამ დროს მტრები რიგდებიან ერთმანეთთან და
სიტყვა რო არ გამიგრძელდეს, რა ვიცი, ანუ ყველა ვიცით ეს როგორი ქმედება არის ზოგადად გამომართლებული. ფიქრობთ რომ ეს უკავშირდება იმას რომ ეს იყო პერსონალურად ნუკრი ქანთარიას დამოკიდებულება რომ მას ამგვარი დამოკიდებულება ქონოდა უკვე დასის წევრებთან და მათ შორის იგვე ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით თუ ეს უკავშირდება იმას რომ ის არის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული მართულ პოლიტიკურ გუნდთან იყო პარლამენტის წევრი ორჯერ პოლიტიკურად წავიყვანოთ თან შემოქმედებითად გითხარით უკვე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ეს ფაქტია რომ ის არის ქართულ ოცნებასთან კი ბატონო მაგრამ ის არ იმყოფებოდა აქ და ამჟამად როდესაც იყო საჭირო და ეს არის გამომართლებელი ქმედება. რა ვიცი, ამ დროს შეიძლება ადამიანს უძიმესი ტრავმა ქონდეს, ან რაღაცა კიდევ ერთხელ გამეორდები და რაღაც სტატუსი მაინც დაწეროს, ზარი გაანახორციელოს, მაგრამ მსგავსი ქმედება არ არის მიღებული, მიუხედავად იმისა, მე თავად ვერ ვიმყოფებოდი რაღაც პრობლემებიდან გამომდინარე და მე მაქვს დანაშაულებობა და ამას ხმამაღლა ვაცხადებ, მაგრამ რაც შემიძლია და როგორც შემიძლია, მაქსიმალურად მე ჩემს სიმართლეს ვითქვი დღესაც ამ კრებაზე და აგერ სახალხოდ ვამბობ. მადლობა, თქვენი სახელგვარი შემოხსენე. მერი ნაკაშიძე, მადლობა. ამ შეხვედრას შეიძლება რომ დავესწროთ მიდია. რატო არ შეიძლება? თქვენ მიგზანდებით? მორიგი. ხო, რო გითხოთ, იქნებ არის შესაძლებელი რომ დავესწროთ და რახან დიდია საჯარო ინტერესი. მაშინ რომ შევიდეთ და ვიკითხოთ. შეიძლება მომითხრეს და რაფერია ახლა. მოგეთ არ გვიშვებენ იმ დარბაზში, სადაც ხდება ნუკრი ქანთარია, ბათუმის დრამატული თეატრის დას. ეს არის პირველი შეხვედრა ამ თეატრალური სეზონის დაწყების წინ. ნუკრი ქანთარია აპირებს რომ განხილოს გეგმები, რომელიც მას აქვს მორიგ ახალ თეატრალურ სეზონთან დაკავშირებით. ის გახლავთ ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი და ის გახდა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 2022 წელს. მას შემდეგ, როცა ის იყო ქართული ოცნებიდან პარლამენტის წევრი ორჯერ, 2012 წელს გახდა პირველად ქართული ოცნებიდან პარლამენტის წევრი, ხოლო შემდეგ 2016-2020 წლებშიც ის იყო ასევე პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან და საერთოდ ქართულ ოცნებასთან ასეთი ფორმით მჭიდროდ დაკავშირებული პირი გახდა ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ახლა ის უკვე იკავებს დირექტორის პოზიციას ბათუმის დრამატულ თეატრში. როგორც თქვენ მოისმინეთ, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებს აქვთ კონკრეტული კითხვები ნუკრი ქანთარიასთან და ჩვენ ვისაც ვესაუბრეთ, ისინი ძალიან მკაფიოდ ამბობენ იმას, რომ ნუკრი ქანთარიამ გადაკვეთა წითელი ხაზი და მას აღარ აქვს მორალური უფლება, რომ იყოს სამხატვრო ხელმძღვანელი დირექტორი ამ დრამატულ თეატრში და ბოლო წერტილი იყო ოთარ ქათამაძის შემთხვევა, მსახიობის და რეჟისორის 42 წლის ოთარ ქათამაძის, რომელიც გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ და ნუკრი ქანთარიას არც კი გამოუხატავს, არც კი გამოუთქვამს სამძიმარი აი ამ შემთხვევის გამო. არც არაფერი არ დაუწერია თქვა სოციალურ ქსელში და არც მისულა იგივე ბათუმის დრამატულ თეატრში, სადაც გაიმართა პანაშვიდი ოთარ ქათამაძის. მანამდეც იყო დაპირისპირება, შეიძლება ითქვას, გარკვეული ფორმით ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციასა და მსახიობებს შორის, სწორედ მას შემდეგ, რაც პროევროპული აქციები დაიწყო მასშტაბურად ქვეყანაში და მათ შორის ბათუმში და ბათუმის დრამატული თეატრის დასი აქტიურად შეუერთდა ამ საპროტესტო აქციებს და მათ გამოაცხადეს გაფიცვა. სწორედ ამ გაფიცვის აქტიური მონაწილე იყო ერთ-ერთი ოთარ ქათამაძე, მსახიობი და რეჟისორი. მაშინ ნუკრი ქანთარიამ დასაჯა სამართლებრივად რამდენიმე მსახიობი და რეჟისორი, მათ შორის იყო ოთარ ქათამაძე, რომელიც წინამდე გათქვენა ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებული ნუკრი ქანთარიას, ასევე კონკრეტული მსახიობიც კი გაათავისუფლა ნუკრი ქანთარიამ და ეს სწორედ შეფასდა იმ კუთხით, რომ ის იყო გაფიცვის და წინააღმდეგობის პროტესტთან დაკავშირებული პირები იყვნენ ეს მსახიობები და სწორედ ამის გამო ამან განაპირობა ნუკრი ქანთარიას სწორედ ამგვარი მიდგომა კონკრეტული მსახიობების მიმართ. ტიტე კომახიძეც აღნიშნავდა წაღანდ, რომ ჩვენ მაგათ ხელფასებიც კი დაგვიქვიდეს, გამოგვიცხადეს საყვედური და ეს იყო ნუკრი ქანთარიას ქმედებები, სწორედ ამ ფორმით ცდილობდა ნუკრი ქანთარია, როგორც ქართული ოცნებასთან დაკავშირებული პირი, ჩაეხშო პროტესტი მათ შორის ბათუმის დრამატულ თეატრში. ნუკრი ქანთარია დღეისთვის არის ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი.
2022 წლიდან, მანამდე ის იყო პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან და ეხლა დახურულ კარს მიღმა ნუკრ ქანთარიას ხვდებიან მსახიობები ბათუმის დრამატული თეატრის დასი. ეს შეხვედრა არის დახურული, ჩვენ გვითხრეს რომ არ შეგვიძლია დავესწროთ ამ შეხვედრას, რადგანაც აქ განიხილავენ ახალი თეატრალური სეზონის გეგმებს, თუმცა მსახიობებმა ჩვენ გვითხრეს ბათუმელების პირდაპირ ეთერში, თქვენ მოისმინეთ ეს კომენტარები, რომ ისინი არაპირებენ თანამშრომლობას ნუკრ ქანთარიასთან, მაშინ როცა მან არც კი გამოხატა სამძიმარი მათი დაღუპული ახალგაზრდა კოლეგის მსახიობის და რეჟისორის ოთარ ქათამაძის გამო. თავად ნუკრ ქანთარიამ გითხრა რომ ის გააკეთებს კომენტარს ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ჩვენ ვრჩებით ადგილზე და მოგავწევთ ინფორმაციას განვითარებული მოვლენების შესახებ. მადლობა ყურადღებისთვის. ეს ბათუმელების პირდაპირ ჩართვა იყო. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.